სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ეგიდით გორის ცენტრალურ მოედანზე წყვილთა ავტორბოლა გაიმართა. რალში 35 მოყვარული მრბოლელი მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი ავტომობილებით შესაძლებლობის დემონსტრირება მოახდინეს და გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ბოლომდე იბრძოლეს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეჯიბრს ორგანიზებას საქართველოს ავტომობილისტთა კლუბი უწევდა, რომლებმაც რბოლის გამარჯვებულები ოლიმპიური მეთოდით გამოავლინეს. ღონისძიებამ ჩაიარა გადასარევად ხალხი პრინციპში კმაყოფილია, მაყურებელი საკმაოდ ბევრი მოვიდა და რავი, დიდი მადლობა მითხრა მოუხადო სათაურ გორელს იმისთვის, რომ ხარში გვიდნენ. პირველი ლოზუნგი ის არის ამ შეჯიბრის და აზრი მთლიანად, რომ ჯანმრთელი სპორტი, ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის. აი ესაა დასრულდა შეჯიბრი და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ამ ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია, რომ აი ეს სპორტი, ავტოსპორტი ნელ-ნელა ვითარდება და ეს აუცილებლად მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ ქალაქისგან გადმოვლენ ეს ასე ვთქვათ მრბოლელები ოფიციალურ შეჯიბრებებზე და შემდეგ უბრალოდ სურვილი აღარ ექნებათ, რომ ქალაქში დაიხარჯონ, იმიტომ რომ აქ არის ყველანაირი შესაძლებლობა ამისთვის, რომ აქ მოახდინონ თავის რეალიზება. ძალიან მოხარული ვიქნები თუ განვითარდება ეს სპორტი. პირველი არ არის რაც გამოვდივარ, არაერთ გზის გამარჯვებული ვარ ამ სახეობის სწორედ და ეს არის არაკონტაქტური სპორტი, რომლის დროსაც მანქანაც უფრო დაცულად არის და შენს მონაცემებს ბოლელის იმაღლებ ეტაპობრივად ნელ-ნელა.